ეს რო სხვა ქვეყნის შესახებ გაგვეგო, ალბათ ციცილით მოკვდებოდით, მაგრამ ეს საქართველოში ხდება. ბორია ივანაშვილმა აბასთუმანში საკუთარი რეზიდენციის თავზე ცა დაკეტა. ფრენები აკრძალული გახდა იქ. ეს არის დაახლოებით 4 თბილისის ტერიტორიის ხელა ტერიტორია, სადაც ვეღარაფერი ვერ გაჭაჭანდება. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ამ ცაზე, ამ მონაკვეთზე, ამ ცისა საქართველოს სააერო სივრცეში გადიოდა საერთაშორისო რეისები. ანუ ეს რეისები გაუქმდება. ანუ სხვაგან წავა. საქართველოს გარეშე. ანუ ჩვენ ამით მილიონებს დავკარგავთ კიდევ რომელსაც ვიღებდით შემოსავლებს, ხო? საერთაშორისო რეისები მოგეხსენებათ ფული ღირს და უხდიან ქვეყნებს. ამის გამო. სრული შიზოფრენია, მოკლედ. პარანოია სჭირს ბორია ივანაშვილს, ეს ახლა ვინც აქამდე არ იცოდა, ახლა მაინც გაიგებს, რა ვიცი, იმედია. ცა დაკეტა კაცმა. ისე ჩაიცვა, ისე ამოიცვა მთელი ქვეყანა, რომ ცაც კი დაკეტა. ახლა თავად განსაჯეთ, რამდენად ჯამთელი არის ეს კაცი. ადამიანი, რომელიც მარადიული ახალგაზრდობის მოსაპოვებლად აფრიკიდან ბაობაბებს ეზიდება, მერე ეხუტება, მერე თან რუსი მჩხიბავები ჩამოყავს, საქართველოს მოქალაქეობას აძლევს. იულია კრუშანოვაზე მაქვს ლაპარაკი, თუ გნებავთ დაგუგლეთ და მარადიული ახალგაზრდობის მოსაპოვებლად რაღაც მდნარ ცხიმებს თუ ქონებს სვამს. იულია რო აძლევს მას. აი ეს კაცი მართავს დღეს საქართველოს და მე ძალიან მაინტერესებს ქოცებო არ გეშინიათ? აი ეს პარანოიკი რომ მართავს ქვეყანას. თქვენი შვილების ბედს, თქვენს ბედს, ქვეყნის ბედს განაგებს ეს კაცი, რომელიც არ არის ჯამთელი აშკარა და თაყვანზე ეტყობა ხო ნახეთ უკანასკნელად როდის გამოძრა სოროდან პატრიარქის გასვენებაში ისიც ნაძარადევად რომ მივიდა, იმიტომ რომ არ გამოდიოდა ახლა. ყველა მიცოდა რომ ეს ძულდა მას პატრიარქი, გაუმწარა სიცოცხლის ბოლო წლები ტერორით, მოსმენებით, სუზის ფაილებში ნახეთ ჩვენ როგორ უსმენდნენ პატრიარქს, მაგალითად მას მის დასთან ერთ საუბარს სატელეფონო, იქ აღწერილია სუზის ფაილებში, რას ლაპარაკობს პატრიარქი, რას ლაპარაკობს მისი და ასე შემდეგ. აი ეს ადამიანი არის ჩვენი ქვეყნის ჯალათი, აი 9-თავიანი გველეშაპივით რომ მოაჯდა თავზე და ძევლად ყავს აყვანილი მთელი ერი. და ეს ქოცბოსელი, ეს ქოცჯოგი ისე როგორც არქიპოს ეთურს უმღეროდა ის ჩამოტყაულ უნიფხო არარაობების სექტა პოლიქრონიონს, ისე უმღერის ბორია ივანაშვილისაც. ამიტომაც ვამბობ, ბიომასა და გენეტიკური ნაგავი ხართ ქოცებო თითოეული, ქალიან კაციანად. თქვენ ადამიანებად არ იწოდებით, არათუ ქართველებად. პირუტყვები ხართ, რომ აი ეს ჯოჯო დაისვით თავზე და მაინც მიუხედავად ყველაფრისა ულოკავთ უკანალს, რუსულ უკანალს.